ანდრია მოლაშვილი 7 წლის. სწავლობ მათათა მუსიკული სახელობის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი. 1 წელია ვთამაშობ ვესტა ჯორჯიაში. ძალიან მოწონს იქაური სიტუაცია. კარგი მწვრთნელებია და კარგი ბავშვები. ყველაზე კარგი შეთამაშებული ვარ გიგის ჩავაძესთან. მე ვარ უნივერსალი და ყველა პოზიციაზე ვთამაშობ. ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობ ცენტრში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა გოლების გატანა. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 86 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ასე რომ გავბოდი და რომ მოვატყო 1 მოვატყო 2 პასი რომ მივეცი და მე პასი რომ მოვატყუა 1 ბავშვს მე წავედი კარებთან და ასე შევაკდე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ნეიმარი. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. მოსასწორებელი მაქვს მარჯვენა ფეხით დარტყმა. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 10 ნომრში. მე ფეხბურთს ვითამაშობ 50 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მორბენალი. გასტრობანა სპორტი როა ის. მიყვარ ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე ხიარულია ცოტნე კაკაბაძე. ყველაზე ჭკვიანია ლაზარე ბოხუა. ყველაზე მშვიდია ანდრია მყლაკელიძე. მე ვარ ყველაზე ცელქი და მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანია ისტი. საყვარელი მასწავლებელია მარიამ კიღურაძე. იმიტომ რომ ლამაზია, მხიარულია, მეგობრული და დამრეცი. ახლა მინდა ვიყოთ 18 წლის. იმიტომ რომ სკოლას დავასრულებ და ფეხბურთის გუნდშიც მემიხარ. მე მყავს ძალიან კარგი და დიდი ოჯახი. მყავს 2 და 1 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა. მე ვარ ყველაზე უმცროსი და ყველა მეფარი. მე კვარიში რომელი სიმპათიური და კარგი ადამიანი. დედი კვარი ლამაზი, მზრუნველი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გამოსხობილი ფენოვანი ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გიბრიელად გააკეთებს სუპს. შეყურებული არ ვიყოს, იმიტომ რომ არ მინდა რომ გამავრაზებს და ყველაფერს მომთხოვს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. მეყოლება 4 შვილი. გიორგი, ანა, ლია და ზურა. ჩემს ცოლს დავარქმევ ანას. მე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია უცნაური ამბები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიქნებოდი რონალდო ჯუნიორი. სამოგზაუროდ ვინაც წავიდე ინგლისში. წინ მონაწილეობ დამიტოვა კითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. კოსმოსში გავფრინდებოდი აკაკი კაკაბაძესთან ერთად. ისაც ჩემი კლასელი და საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებასაც შეკითხეს. რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარია ევროპის ჩემპიონატზე თამაში რო იყო, რომელი ბურთითაც თამაშობდნენ. ბედნიერება არის ოჯახის წევრებთან ჩახუტება და ფეხბურთის დრიბლინგით თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.